იცოდით, რომ ერთ დროს ათენში არსებობდა მეთუნეთა მთელი უბანი. მას კერამიკონი ეწოდებოდა. ალბათ მიხვდებით, რომ გამოყენებითი ხელოვნების ამ დარგმა სწორედ აქედან მიიღო სახელი. თქვენ წინაშე სურათზე წარმოდგენილი ჭურჭელი განსხვავდება ფორმისა და დანიშნულების მიხედვით. ჭურჭლის ფორმას მისი დანიშნულება განსაზღვრავს. განსხვავდება მათი სახელებიც. მაგალითისათვის დააკვირდით სურათს. ეს არის ამფორა. ეს კი ამფორისკია. შემდეგი არის არიბალი, ასკოსი, ჰიდრია და ბოლოს დინოსი. ამფორა თიხის ვიწროყელიანი, ორყურა, დიდი ზომის ჭურჭელია. გამოიყენებოდა სითხის შესანახად. უმეტესად ინახავდნენ ღვინოსა და ზეთს. ასკოსი ზეთისა და ნელსაცხებლისთვის განკუთვნილი თიხის მცირე ზომის ჭურჭელია. ჰიდრია წყლის საზიდი, დიდი ზომის ჭურჭელია. კარგად დააკვირდით სურათს. ნახავთ, რომ ჰიდრიას განიერი მუცელი და ვიწრო ყელი აქვს. ეს იმიტომ, რომ გადატანისას, ტრანსპორტირებისას წყალი არ გადმოიყვაროს.